წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს მართავს კახა კალაძე. ქართული ოცნების მერობის კანდიდატი გლდანის, ნაძალადევის, დიდუბის, ჩუღურეთის და ისნის რაიონების პარტიულ ოფისებს სტუმრობდა. ყურადღება გამახვილდა სამომავლო გეგმებზე და მომდევნო 4 წლის განმავლობაში თბილისის მერიის პრიორიტეტებზე. ხარდამჭერებს მივაწოდეთ ინფორმაცია პროექტებთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს, ასევე საუბარი შეეხო ზოგადად არჩევნების პროცესს, ჩვენ კამპანიას სექტემბრიდან უფრო აქტიურად დავიწყებთ, ჩავერთვებით პროცესებში, ყველა რაიონში, ყველა უბანში მივალთ და დაველაპარაკებით მოსახლეობას, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში. თბილისში ბევრი პრობლემა არის, ბევრი გამოწვევა არის და რეალურად ერთადერთი გუნდი, რომელსაც ღირსეული პასუხის გაცემა შეუძლია ამ გამოწვევებზე, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო. ჩვენ ჩამოყალიბდით ერთ მიზანზე, ეს არის მიზანი, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა შევასრულოთ. ეს არის თბილისში პირველივე ტურში მერის არჩევნების გამარჯვება. თორე საერთო მიზანი ჩვენ რამდენჯერმე უკვე გაჟღერებული გვაქვს საქართველოს მასშტაბით, რა თქმა უნდა, ეს არის 64-ვე მუნიციპალიტეტში მერისა და საკრებულოს არჩევნებში გამარჯვება.